ცვლადები და გამოსახულებები. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. სუპერმარკეტში არის საჩუქრების შეფუთვის სერვისი, რომელიც ფასიანია. შეფუთვის ფასი გამოითვლება ასეთი წესით. იკრიბება შეფუთვის სიგრძე და სიგანე. ესე იგი შესაფუთ მასალას აქვს მართკუთხედის ფორმა, იკრიბება მისი სიგრძე და სიგანე. და მიღებული შედეგი მრავლდება 5-ზე. რა რიცხვიც მიიღება, ის არის შეფუთვის ფასი თეთრებში. იქვე აქვთ გამოკრული მზა ცხრილი. და ამ ცხრილში არის ჩამოწერილი შეფუთვის ფასი ისეთი ზომებისთვის, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდებათ იქ. ამ ცხრილს აქვს ასეთი სახე. იგი შედგება 4 სვეტისაგან. დაყოფილია სტრიქონებად, როგორც წესი, როგორც ხდება ცხრილის შემთხვევაში. და მიღებულ ცხრილში არის ჩამოწერილი ზომები და შესაბამისი ფასები. საერთოდ მათემატიკაში სიდიდეების გამოსახვა ცხრილის სახით ძალიან გავრცელებული ხერხია. მას იყენებენ როგორც რაღაც დამოკიდებულების აღსაწერად, ასევე ფუნქციის აღსაწერად, ასევე სტატისტიკური მონაცემების გამოსახვისას. და ხშირად არის ამოცანა, როდესაც ცხრილის სახით არის მოცემული რაღაც დამოკიდებულება და საჭიროა მისი ალგებრული სახით გამოსახვა. ესე იგი ამ ცხრილში არის ასეთი მონაცემები. პირველ სვეტში წერენ სიგრძეს. მეორე სვეტში წერენ სიგანეს. მესამე სვეტში არის სიგრძისა და სიგანის ჯამი. და წერია კონკრეტული რიცხვები. ესე იგი, თქვათ თუ სიგრძე არის 10 და სიგანი არის 4, მაშინ მათი ჯამი არის 14 და ფასი თეთრებში არის 5 × 14. ეს არის 70 თეთრი. თუ სიგრძე არის 12 და სიგანი არის დავუშვათ 6, აქ წერია 12-ს მივუმატოთ 6, 4-ის 18-ს და ფასი არის 90 თეთრი. თექვსმეტი 8 16-ს მივუმატოთ 8 არის 24, ფასი არის 120 თეთრი. ანუ ეს იგივეა რაც ლარი და 20 ლარებში. თუ სიგრძე არის 20, სიგანი არის 10, მათი ჯამი არის 30, ფასი არის 150 თეთრი, რაც იგივეა ლარნახევარი.
აი აქვთ ასეთი ცხრილი და ამ ცხრილით ანგარიშობენ, როდესაც ჭირდებათ კონკრეტული შეფუთვა, გამოჭრიან შესაბამისი ზომის ქაღალდს, ან უпроსწორად შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე აქვთ გამზადებული ეს ზომები, ამ ზომის შესაფუთი მასალა და წინასწარ იციან რა ღირს, აიღებენ შესაბამის ნაჭერს და შეფუთავენ. ფასი პირდაპირ წერია რა ღირს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ თქვით სიტყვიერად აღწერეთ თუ როგორ გამოითვლება ეს ფასი. ცხადია, რომ შეუძლებელია ცხრილის სახით ყველა შესაძლო შემთხვევის გადმოცემა, თუნდაც სიგრძე და სიგანე რომ იყოს მთელი რიცხვები, მაშინაც კი ეს არის შეუძლებელი. ამიტომ საქმეში ერთვება ალგებრა. თუ გვინდა ზოგადად აღწეროთ დამოკიდებულება შესაფუთი მასალის სიგრძის სიგანესა და ფასს შორის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ალგებრის ენა. ალგებრა არის სიმბოლოების ენა. ამ შემთხვევაში ცხრილის სახით გადმოცემული კანონზომიერების ნაწილი შეიძლება ალგებრულად ასე აღწეროთ. დავუშვათ, სიგრძე აღვნიშნოთ x ასოთი, x იყოს სიგრძე, ხოლო სიგანე აღვნიშნოთ y ასოთი. ფასი აღვნიშნოთ p ასოთი. და ეს დამოკიდებულება, რომელიც სიტყვიერად აღწერეთ და ცხრილის სახითაც არის მოცემული, მხოლოდ მისი ნაწილი, ალგებრულად გამოისახება ასე. ფასი, ანუ p ტოლია x მიმატებული y გამრავლებული 5-ზე. აი ამდენი თეთრი. ეს იქნება ფასი. ესე იგი, ჩვენ უკვე გვაქვს გამზადებული ფორმულა, როგორც გახსოვთ, ჩვენ ერთხელ თქვით, რომ ალგებრულ გამოსახულებებს, რომლებშიც მოცემულია დამოკიდებულება სხვადასხვა სიდიდეებს შორის, უწოდებენ ფორმულებს. ესე იგი, ამ შემთხვევაში ეს არის ფორმულა, რომელიც გვაძლევს დამოკიდებულებას ფასსა და უпроსწორად სიგრძე, სიგანესა და ფასს შორის. ამ ფორმულაში x და y-ს უწოდებენ ცვლადებს. აი ესენი არის ცვლადები. რადგან ისინი არის ცვლადი სიდიდეები, მათ შეიძლება მიიღონ რამოდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა. და თუ გვინდა ვთქვათ, გამოვთვალოთ შეფუთვის ფასი რომელიმე კონკრეტული მონაცემებისათვის, კონკრეტული ზომებისათვის, უბრალოდ იმ ზომებს ჩავსვათ აქ. აი მაგალითად გვინდა რომ გამოვთვალოთ თუ რა ეღირება ისეთი შეფუთვა, რომლის ზომებია ვთქვათ, სიგრძე არის 22 სანტიმეტრი და სიგანე არის დავუშვათ 20 სანტიმეტრი. ავიღებთ და ამ ნიშნულობებს ჩავსვავთ ფორმულაში. და მივიღებთ ფასი უდრის 22-ს იმატებული 20 გამრავლებული 5-ზე. ეს ტოლია 42 გამრავლებული 5-ზე. ეს ტოლია 210-ის. ესე იგი ფასი ყოფილა 2 ლარი და 10 თეთრი. ისეთი შეფუთვის ფასი, რომლის სიგრძე არის
22 სანტიმეტრი, ხოლო სიგანე არის 20 სანტიმეტრი, არის 2 ლარი და 10 თეთრი. როგორც ხედავთ, ეს მონაცემები ამ ცხრილში არ არის წარმოდგენილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე გვაქვს გამზადებული ფორმულა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ნებისმიერი ზომების შეფუთვის ფასი.